ბატონო, ოთარ უნახე დოკუმენტი ჩვენ ვთვლით რომ რისკები არ არის კარგად გაანალიზებული და კულტურულ მემკვიდრეობას შესაძლოა მიადგეს ზიანი. აგრეთვე პრობლემა შეიქმნება გზაზე, როგორც მეუბნევიან სპეციალისტები და კიდევ არის ეჭვი რომ წყალი არ იქნება საკმარისი. ეს ვინ მოგწერად? ეს ნინო ჩხობაძე. ვინ არის ეს კონკრეტულად? ერთ-ერთი გარემოს დამცველია. ეს წერილი საკრებულოს წევრმა ოთარ ქოსაშვილმა თეძმის ხეობაში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი გარემოს დამცველისაგან მიიღო. დეპუტატი ამბობს, რომ რისკები სწორად გათვლილი არ არის და შესაძლოა ამან არა მხოლოდ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიგვიყვანოს, არამედ დაიწყოს მეწყრული პროცესებიც. აგრეთვე თეძმის ხეობაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხე შეექმნება. ბევრი კითხვა დაისვა, ბევრი კითხვას პასუხი ვერ გაიცა, იყო ბევრი რისკები, იყო ეკოლოგიური დიდი ზიანი რაიონისთვის, მეწყერული პროცესების განვითარება, იქ ნორმალურ ქვეყნებში ესეთ პროექტებზე თევზის მიგრაციასაც კი აკონტროლებენ და ყურადღებას აქცევენ, იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ იმ დონეზე, რომ დღეს პრობლემები ესე მარტივად გადავჭრათ. არის საბედნიეროდ საშუალებები ელემენტარი YouTube-ზე შევიდნენ და ნახონ ესეთი პრობლემების მოგვარება როგორ მარტივად წყდება. ეხლა აგერ უყურებთ ამ ხელა მდინარე ჩამოგვიდის და ერთი პატარა თეძამი რომელიც დიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და თავისი სილამაზით არ შეიძლება ესე ხელაღებით დავაგუბოთ, მოვსპოთ და შევცვალოთ ის მიკროკლიმატი და ის თუნდაც ერთი ეკლესიის დაზიანებაც არ ღირს, მე ესე ვთვლი, თუ არ არის გამოკვლეული რისკები იმხელა შეიძლება მოყვეს, რომ ამას რა ვიცი. ანუ იდეაში ეს 7,000 ჰექტარს გაასარწყავებს. 7,000 ჰექტარს გაასარწყავებს, ეს საკითხავია კიდე გაასარწყავებს თუ არა, მე წეგან წაგიკითხეთ ერთ-ერთი გარემოს დამცველის წერილი, სადაც წერს რომ არ არის საკმარისი წყალი. მოგეხსენებათ ზაფხულის პერიოდში, როდესაც კრიზისია სარწყავი წყლის, მაშინ თეძამი მოდის იმდენად პატარა, რომ შეუძლებელია იმხელა აუზიაოსოს 12 მილიონ კუბომეტრზეა ლაპარაკი. მე კიდე იმხელა ტერიტორია იტბორება, იმხელა ტერიტორია, რომ ის არავინ არ იცის ხვალდაზე რა შედეგებს გამოიღებს, ანუ მეწყერულ პროცესებზე მაქვს ლაპარაკი. ქოსაშვილის ინფორმაციით, თეძმის ხეობაში უნდა დამონტაჟდეს 2 მეგავატიანი სიმძლავრის გენერატორები. ჩემ ეჭვს ის მიღრმავებს, რომ ამ ბოლო წლებში 2 წყალსაქაჩი აღდგა, ერთი რეაბილიტაცია ჩატარდა, მეორე მთლიანად დაფინანსდა, ერთი კავთისხევის წყალსაქაჩი, მეორე თელიანთან არის, რომელიც ჯერ არც ერთი და არც მეორე არ ჩართულა. თუ და ამაში დაიხარჯა მილიონები. თუ ესეთ რაღაცას ფიქრობდნენ, ეს მილიონები არ უნდა დახარჯულიყო. ამ კითხვაზე სხვათა შორის პასუხი გამწეს, რომ ამას მოხსნით და სხვაგან გადავიტანთო და იმ მოხსნა გადატანებში და ის ჯობია ესეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ვიფიქროთ კარგა. მოვძებნოთ ალტერნატივები, რომ არავინ არ დაზიანდეს და მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ძალიან დააზიანებს და დააზარალებს როგორც ჩვენ მოსახლეობას, იგივე ჩვენ ქვეყანას, კაცო, ამ ქვეყანაში რახან ჩვენ ცხოვრობთ დღეს, ხვალ ჩვენმა შვილიშვილებმა და შვილებმა უნდა იცხოვრონ და ეს არ შეიძლება. ანუ თქვენ რას ფიქრობთ, მიზანი რა არის მათი? მიზანი აქ აზრი ესდევს, რომ აქ უნდა 2 მეგავატიანი სიმძლავრის გენერატორები დამონტაჟდეს და მარტო ეს თორემ 70 მილიონს თვლიანი ირიგაციის სისტემის დეპარტამენტია თუ რა არის, შეიძლება თვლიანი ბიუჯეტი არ ქონდეს. ამ ხელა ფულს 7,000 ჰექტარის გასარწყავებაზე ესე მარტივად არ ხარჯავენ. კითხვა მათ შორის დასმული იყო იქ დამსწრე მაცხოვრებლებისაგან ამ ადამიანების მიმართ, რომ პროექტი ხوارი თვალისწინებდა მათ შორის ეს მშენებლობას, რაზედაც პროექტის ავტორებმა გააკეთეს განმარტება, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით არ უმუშავიათ და ამასთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციას არ ფლობენ. რაც არის რეალობა დღევანდელი არის ის, რომ დაახლოებით 20-22 სოფელი სარწყავი წყლის თემით უნდა მომარაგდეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ მის ხელთ არსებულ არც ერთ დოკუმენტაციაში ჰესზე და რაიმე რისკებზე საუბარი არ არის. თანავე ჩვენ მათ გაგვიმართეს და ჩვენი მოთხოვნა ასევე იყო, რომ გარემოსთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო ყველა რისკი შეფასებული და მათ უნდა სათავე დოკუმენტაცია წარმოედგინათ, რომ არც გარემოსთან დაკავშირებით არ იქნებოდა მნიშვნელოვნად ზიანი მიღებული. რაც შეეხება ჩემი როგორც მუნიციპალიტეტის მერის პოზიციას და დღემდე რა დოკუმენტაცია ჩვენთან არის წარმოდგენილი, არანაირად ამ დოკუმენტაციაში ამ მოცემულობით
არანაირ ჰესთან დაკავშირებით საუბარი არ არის. თუ გარკვეული დროის შემდგომ მათ შორის რაც ასე ვთქვათ კითხვის ნიშნები მოსახლეობა ჩემთან იყო ამ თემაზე ჩამოსული, შეგვიძლია ვისაუბრეთ. მე რა დოკუმენტაციას დღეს გამაჩნია, რა თქმა უნდა უთხარის პოზიციები. თუ გარკვეული დროის შემდგომ როგორც დღეს გასაკითხი რომ შეიძლება ამაში იზინოს ასევე დამატებით ეს ფუნქცია და მოსახლეობის დამოკიდებულება იქნება ერთმნიშვნელოვანი, რომ ისინი იქნებიან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგები, მე პირდაპირ აგერ ეხლა შემიძლია ვთქვა იმის, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მოსახლეობის, რა პოზიციაც იქნება მოსახლეობას, ის პოზიციის შესაბამისი იქნება მთავრობის დამოკიდებულებაც და მათ შორის მე როგორც ერთ-ერთი წარმომადგენელი ამ ყველაფერში. დეპუტატი ოთარ ქოსაშვილი ამბობს, რომ 70 მილიონ ლარში უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი, რითაც მთლიანად მუნიციპალიტეტის გასარწყავება მოხდება. აღნიშნულ პროექტს კი ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ კასპში აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია მოხდა, რომლის მიხედვითაც მდინარე თეძამზე აშენდება კაშხალი, რომლის საშუალებითაც შიდა ქართლში დამატებით 7000 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მორწყვა გახდება შესაძლებელი და 10,000 მოქალაქე ისარგებლებს. პროექტში 71 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 500 ადგილობრივი დასაქმდება.